მოგესალმებით. დღეს შაბათია და 16 საათზე იმუნიტეტში ტრადიციულად საინტერესო სამედიცინო თემებით ხვდებით ერთმანეთს. ჩვენ გადაცემის წამყვანები კარდიოლოგი ნინო ნადირაძე და ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩვა ვართ. დღეს იმუნიტეტში ვისაუბრებთ კატარაქტაზე, რომელიც მხედველობის დაქვეითების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. გადაცემიდან გაიგებთ, რა იწვევს ამ დაავადებას და რატომ არის მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევის დროს საიმედო და ხარისხიანი ხელოვნური ბროლის გამოყენება. გადაცემის მეორე ნაწილში ატოპიურ დერმატიტზე ვისაუბრებთ, რომელიც კანის ქრონიკული ანთებითი მდგომარეობაა. ატოპიური დერმატიტი განსაკუთრებულ მოვლასა და ყურადღებას მოითხოვს. გადაცემიდან მიიღებთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი კანის მოვლისთვის საჭირო პროდუქტები. და ნინა, დღეს ჩვენს ტელემაყურებელს შეურჩიეთ შემდეგი სასაუბრო თემები. კატარაქტის სიმპტომები, კატარაქტის მკურნალობა, ხელოვნური ბროლის შერჩევა, ატოპიური დერმატიტის სიმპტომები. კანის მოვლა ატოპიური დერმატიტის დროს. და ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ბატონი მიხეილ თევდორაძე, ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯის ოფთალმოქირურგი. კატარაქტის განვითარების ერთადერთი სიმპტომი ეს არის მხედველობის გაუარესება. ბევრი გვერდითი მოვლენები შეიძლება თან ახლდეს რეაბილიტაციას, ბუნებრივი ბროლი, რომელიც იცვლება ხელოვნური ბროლით, მთელი ცხოვრება ემსახურება ადამიანს. და ბატონი ზაზა თელია, ექიმი, დერმატოლოგი. ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის კანის მიერ წყლის კარგვა. რეციდივის ეპიზოდები მინიმალურამდე დავიყვანოთ, არის ზუსტად აი ეს სწორი სკინქეარი, ანუ კანის მოვლა. ქალბატონი სოფო ლათათია, ავერსის წარმომადგენელი. ხშირ შემთხვევაში ამ დაავადებას თან ახლავს ქავილი, რაც ცხოვრების ხარისხს აუარესებს. სანამ სტუმარს მოვიწვევთ, მაყურებელს შევახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ და გადაცემის სპონსორია GM Pharma. ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და საქართველოს GMP-ს სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის პარტნიორია. მთის და პარი სენ-ჟერმენი 4 წელი ერთად. და გადაცემის სპონსორი გახლავთ ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. გიორგი ჯავრიშვილის საქმეთმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ოფთალმიჯის თბილისის სათაო კლინიკა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გადავიდა ამერიკული კომპანია ალკონის ბროლზე სახელწოდებით IQ. კატარაქტის ქირურგიაში ალკონის IQ აღიარებულია ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში და მოდი გიორგი უკვე მოვიწვიოთ ჩვენი სტუმარი, რომელიც პირადად ისაუბრებს აი ამ IQ ბროლებზე. თან ჩემი კოლეგა. რა თქმა უნდა. და ბატონ მიხეილს ვთხოვ სტუდიაში. მადლობთ მობრძანებისთვის, ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე თქვენი სტუმრობა. სანამ მიშა საუბარს დავიწყებ, წყალი მთის, რომელიც არ შეიცავს ბრომაც. ნინო, მე ბატონობით არ მიმართავ, იმიტომ რომ ჩვენ მეგობრები ვართ, კოლეგები ვართ და სხვა შორის ნათლი მირონიც ვაკავშირებს. დიახ. მიშა, მოდი ჩვენ ახლა მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ რას წარმოადგენს დაავადება კატარაქტა. მოდი ასე ვთქვათ, ეს დაავადება თუ არ არის, თუ ჩვეულებრივი ასაკობრივი ცვლილება, თუმცა არსებობს სხვადასხვა ფორმები, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ. მოდით ზოგადად ასაკობრივ კატარაქტაზე რომ ვისაუბროთ, რას წარმოადგენს ეს დიაგნოზი. მართალი ბრძანდებით, გიორგი, რა თქმა უნდა, თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ კატარაქტა არის თან დაავადება და თან რადგანაც სიტყვა ასაკობრივი ზუსტად მიუთითებს იმაზე, რომ ასაკთან ერთად უმრავლესობა მოსახლეობას ეს პრობლემა აწუხებს ასაკთან ერთად და შესაბამისად არ შეიძლება მისი განხილვა მხოლოდ როგორც დამოუკიდებელი დაავადების. არის ჩვეულებრივი ნივთიერებათა ცვლის, დარღვევის, დაბერების შედეგი. ერთ-ერთი თანხლები სიმპტომი. მიშა, რა არის ის ძირითადი სიმპტომები, რომელიც არის დამახასიათებელი ამ დაავადებას? აი, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მას შეიძლება ჰქონდეს კატარაქტა? ბროლი არის ისეთი უნიკალური სტრუქტურა ადამიანის ორგანიზმში, რომელიც არ შეიცავს სიზარღვეებს, მას არ აქვს ნერვები, ამიტომ შესაბამისად შეუძლებელია მისი ანთება, შეუძლებელია მისი ტკივილი, ესეთ რაღაცა შეუძლებელია. ბროლი ასრულებს ერთ ყველაზე ძირითად და მნიშვნელოვან ფუნქციას იმას, რომ ის უნდა იყოს იდეალურად გამჭვირვალე, რომ ადამიანს მიაწოდოს ფოკუსირება მოხდეს მისი მხედველობა იდეალურად და მხედველობის
არეალში მხედველობის ველში არ კონდეს არანაირი დაბრკოლება. შესაბამისად, კატარაქტის განვითარების ერთადერთი სიმპტომი ეს არის მხედველობის გაუარესება, რომელიც სხვადასხვანაირად აღწერენ პაციენტები, მაგრამ ძირითადად ეს არის დაბინდვა მხედველობის, განვითარებადი დაავადება, შესაბამისად ეს არ ხდება ერთ დღეში და ერთ საათში, მაგრამ ნელ-ნელა ბინდი მატულობს, მერე ჩდება შუქის გამოსახულების გარშემო სხვადასხვა დამატებითი ორეოლები, ჩდება რაღაც არამკაფიო მხედველობა, მაგრამ მოკლედ რო ვთქვათ, მხედველობის გაუარესება ეს არის ძირითადი და ერთადერთი აუცილებელი სიმპტომი კატარაქტის დაავადების. რა ეტაპზე უნდა ატეხოს ადამიანმა პანიკა, რომ რა სანამ შეგვიძლია ვითმინოთ ეს ჩვენი მხედველობის არა მკვეთრი აი მე მაგალითად ვითმენ. შეხედე, არ ვიმჩნევ და ვითმენ, ფეხს ვითრევ, რომ მივმართო სპეციალისტს. სანამდე შემიძლია ვითრიო ფეხი. საბედნიეროდ კატარაქტა არის სრულად განკურნებადი დაავადება. აი მაგის იმედი მაქვს ზუსტად, რომ როდესაც აი ძალიან გამიჭირდება და სახელოს ვერ მივაგნებ კარისას, მე მივა. შესაბამისად, საპანიკოდ საქმე არ არის არასდროს. რაც თქვენ ბრძანეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, დროული და ადრინდელი მკურნალობა ორი ძირითადი ასპექტის გამო არის აუცილებელი. პირველი, რაც უფრო ადრე ნებისმიერი პრობლემა გადაიჭრება, მით უფრო ნაკლებია სხვა პრობლემების რისკი. დაბალი მხედველობა ახლა ადამიანს არა მარტო ასე ვთქვათ, აპანიკებს, არამედ უშლის ხელს მილიონი ანუ ცხოვრების ხარისხი საუარესებს და რისკებს დის ნებისმიერი სხვა პრობლემის. ეს ერთი მიზეზი და მეორე მიზეზი ის, რომ რაც უფრო გვიან ხდება კატარაქტის მკურნალობა, მით უფრო ხანგრძლივი და მით უფრო რთული და მით უფრო ბევრი გვერდითი მოვლენები შეიძლება თან ახლდეს რეაბილიტაციას, ანუ აღდგენას მხედველობის. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი კარგად თავრდება და კატარაქტა ყოველთვის განკურნებადია, თუმცა რაც უფრო გვიან ხდება კატარაქტის განკურნება, მით უფრო დიდი ხანი ჭირდება მერე თვალს რეაბილიტაციისთვის, აღდგენისთვის და შესაბამისად ადრეული მკურნალობა უფრო მიზანშეწონილია, რა თქმა უნდა. და ასეთ კითხვას ვამე ხოლმე პაციენტები. ეს ერთჯერადი ოპერაცია რო ერთხელ გაკეთეთ და სიცოცხლის ბოლომდე თუ რაღაცა ეტაპის შემდეგ ეს ხელოვნური ინტეგრირებული ბროლი ფუჭდება, იმღრება, რაღაცა ემართება და შემდეგ სჭირდება ამას ჩანაცვლება. ამ ხშირად კითხულობენ პაციენტები. დიახ, საბედნიეროდ დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ ხელოვნური ბროლი, რომელიც იცვლება, ანუ ბუნებრივი ბროლი, რომელიც იცვლება ხელოვნური ბროლით, მთელი ცხოვრება იმსახურება ადამიანს, თავის ფუნქციას ისევე ასრულებს მთელი ცხოვრების განმავლობაში, როგორც ოპერაციის დღიდან, ასევე ცხოვრების ბოლომდე და არ საჭიროებს განმეორებით ჩარევას და განმეორებით იგივე ტიპის ქირურგიულ ჩარევას პაციენტი. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ტრავმა ან სხვა პრობლემა, რომელიც თვალში მოხდეს რაღაცა. რა თქმა უნდა, რომელიც საჭიროებს დამატებით, მაგრამ უშუალოდ კატარაქტის განვითარება მეორედ შეუძლებელია. ან ვახსენოთ მეორადი კატარაქტა. კი ბატონო, არსებობს ესეთი დაავადება, რომელიც მეორადი კატარაქტა, რომელსაც ეწოდება მეორადი კატარაქტა და ეწოდება ზუსტად იმიტომ, რომ ის კატარაქტის მსგავსად აუარესებს მხედველობას. თუმცა ეს არის აბსოლუტურად სხვა დამოუკიდებელი პრობლემა, რომელიც ასე ვთქვათ, სამედიცინო ენაზე შეიძლება უფრო სწორად მასე შეესაბამოს უკანა კაფსულის შემღვრევა, ბროლის კაფსულის შემღვრევა, ვიდრე კატარაქტა, იმიტომ რომ ბროლი ამ შემთხვევაში ხელოვნური ბროლი ინტაქტური რჩება ისევე გამჭვირვალე როგორც არის და აღარ საჭიროებს განმეორებით შეცვლას. რა დაავადების დროს გიორგი, შენ ეს ყველაფერი იცი პასუხები. ახლა მე ხო შეიძლება რაღაც უფრო მეტად ვიკითხო. ჩვენ სანამ დავიწყებდით გადაცემას, შემკითხე არსებობს თუ არა შანსი, რომ მხოლოდ მედიკამენტური გზით ვუმკურნალოთ კატარაქტას. იმიტომ რომ რაღაცა გამოჩნდა უკვე ინტერნეტში, ხშირად ხედავთ სტატიებს ამასთან დაკავშირებით, რომ აი რაღაც წვეთებია, აი ჩაიწვეთებ, თუმცა იქ არ არის საუბარი, რომ აი რაღაც კურს გაივლი და მე ეს ალაგდება, არა, ამ მთელი ცხოვრება რაღაცა წვეთები უნდა იწვეთო, რომ ეს არ დაგჭირდეს ქირურგიული ჩარევა. რა არის ამ თვალსაზრისით პერსპექტივაში, რამდენად მოსახერხებელია ეს, რამდენად ეფექტურია თუ ჯერ ამაზე ნაადრევია საუბარი. მართალი ბრძანდებით, ჯერ საბოლოოდ ამაზე თქმა ცოტა ნაადრევია. ალბათ მედიცინა ვითარდება ისევე როგორც ყველა სხვა დარგი და დღევანდელ დღეს ორი საკითხი არის. პირველი,
ჯერჯერობით არ არის ისეთი წამალი, რომელიც სრულად განკურნავს კატარაქტას, მხოლოდ არის წამლები, რომელიც აფერხებს მის მომწიფებას და დროში ახანგრძლივებს ჩამოყალიბებას კატარაქტის და მეორე, რამდენად საჭირო არის თუ დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ პოსტქირურგიული, მარტივი ქირურგიული ჩარევის შემდეგ რამდენ წუთიანია ოპერაცია? მარტივი ჩვეულებრივი კატარაქტა. 5-7 წუთი. 5-7 წუთი და არაფერს აღარ იწვეთებ. მე ხარ მთელი ცხოვრება ბედნიერად. პოსტოპერაციულ არა, მაგას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, აღდგენითი. და შემდეგ მეორედ გარანტირებულად ეს პრობლემა აღარ არის საერთოდ. როდის ვითარდება მეორადი კატარაქტა? რა დაავადებების დროს? მეორადი კატარაქტა საერთოდ არ არის როგორც გითხარით დამოუკიდებელი პრობლემა, ის შეიძლება განვითარდეს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც კატარაქტა არის ოპერირებული და ის ხასიათდება ბროლის ჩანთის შემღვრევით, გამჭვირვალობის დაკარგვით. შეიძლება თეორიულად ვთქვათ, რომ 100% შემთხვევაში ესეთი რაღაცა ხდება. უბრალოდ რამდენად საჭიროებს ის მკურნალობას, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აქვეითებს ის მხედველობას და მოქმედებს თუ არა საერთოდ მხედველობაზე. იმიტომ რომ ბროლის ჩანთა, რომელშიც ხელოვნურ ბროლს ვათავსებთ ოპერაციის დროს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი კედელი სქელდება, უხეშდება და პირიქით ის ხელს უწყობს იმას, რომ არ მოხდეს ბროლის პოზიციის შეცვლა და ის მყარად იყოს თავის ადგილას. შესაბამისად, მისი გაკვეთა საჭიროებას თუ არ წარმოადგენს და აუცილებლად თუ არ არის მხედველობაზე თუ არ მოქმედებს და დისკომფორტს თუ არ იწვევს, მთელი ცხოვრება ადამიანი შენარჩუნებული აქვს. ანუ მარტივი манипуляციით შეიძლება ამ ჩანთის გაკვეთა და მოშურება, თუმცა ეს საჭირო არის მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. და მიშა, ახლა ჩვენ ვუთხრათ ნინას და მითხარით, გამანათლით. ტელემაყურებელს თუ რატომ მობრძანდი დღეს ჩვენთან. ძირითადი გზავნილი, რომელიც ჩვენ მოიტანე კლინიკა ოფთალმოლოგიიდან, რა სიახლეებს თავაზობთ მოსახლეობას. ძირითადი გზავნილი, რის გამოც დღეს ვარ მოსული, არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენს კლინიკაში, სათაო ოფისში, სათაო კლინიკაში, ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმოლოგიაში 1 ოქტომბრიდან შესაძლებელი გახდა საყოველთაო ჯანდაცვის მიერ დაფინანსებული კატარაქტის ოპერაციის ფარგლებში, ოპერაციის მსვლელობაში გამოყენებული იყოს ხელოვნური ბროლი ამერიკული კომპანია Alcon-ის მიერ წარმოებული, ეგრეთ წოდებული Acrisof IQ. ეს გახდა შესაძლებელი ბატონ გია ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის დაფინანსების და კომპანია Alcon-ის შეთანხმების შედეგად. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ამ ბროლზე რომ ვთქვათ, უფრო ეს დეტალურად, რატომ მაინდა-მაინც ეს ბროლი და რატომ მაინდა-მაინც კომპანია Alcon-ი არსებობს ესეთი მედიცინაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დარგში, არსებობს ესეთი რაღაცა ეტალონური მაჩვენებელი, რომელსაც ხშირად დარდება ხოლმე რაღაცა სხვა. იმის მერე რაც კომპანია Alcon-მა ეს ბროლი შეიმუშავა და იმის მერე რაც არსებობს ეს ბროლი, ძალიან ბევრი კვლევა, რომელიც ტარდება ბროლების შესახებ, ან კატარაქტის ქირურგიის შესახებ, რაღაცა ხდება შედარება კონკრეტულად ამ ბროლთან, იმიტომ რომ ის მთელ მსოფლიოში მიიღება როგორც ოქროს სტანდარტი კატარაქტის ქირურგიისას. რა თქმა უნდა, მას აქვს ბევრი კონკურენტი, ყავს. ყველა კომპანია ცდილობს, რომ თავისი ბროლი წარმოიჩინოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მსოფლიოში გამოყენებული არის ყველა წამყვან კლინიკაში ეს ბროლი. მას აქვს რამოდენიმე გამოსავებელი თვისება. პირველი საერთოდ მაღალი ხარისხის პროდუქტს რაც ახასიათებს, ეს არ ეხება მხოლოდ ამ ბროლს, ზოგადად ეს არის დამზადებული ბიოლოგიურად აბსოლუტურად შესაძლებ მასალასგან, პოსტოპერაციულად არ არის ხოლმე რეაქცია ორგანიზმის მომატებული ჭარბი, რაც შეიძლება სხვა ბროლის შემთხვევაში მოხდეს. სრულად არის წინასწარ გათვლადი მისი ოპტიკური ძალა, ის ირჩევა ისევე მოგეხსენებათ ოფთალმოლოგიაში, ბროლები ირჩევა ისევე როგორც სათვალის ნომერი და სრულად არის გათვლადი მისი ოპტიკური ძალა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ წინასწარ დავგეგმოთ და მივიღოთ ის შედეგი, რასაც ველოდებით. ეს მაღალი ხარისხის ბროლებს ზოგადად ახასიათებს. მაგრამ კონკრეტულად ამ ბროლის რამოდენიმე ასპექტი არის, რომელზეც ცალკე ვიტყვი კიდევ 3 ასპექტს აღვნიშნავ. პირველი, ეს ბროლი არის დამუშავებული სპეციალური ეგრეთ წოდებული წამლით, ნივთიერებით, რომელიც უწყობს ხელს ისე იმას, რომ მასზე არ მოხდეს დალექვა სხვა ბიოლოგიური აგენტების. მოგეხსენებათ, კატარაქტა ხშირად ემართებათ ასაკოვან პაციენტებს, ხშირად ემართებათ პაციენტებს, რომელსაც აქვს თანხლები დაავადება, ისე როგორც არის შაქრიანი დიაბეტი, ანთებითი პროცესები, შეიძლება მოხდეს სისხლშაქცევა და ასე შემდეგ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბროლი დარჩეს ინტაქტური მთელი ცხოვრება და მის ზედაპირზე არ მოხდეს დალექვა
სხვა ნივთიერებების. ეს ერთი ნიუანსი, რაც ამ ბროლს განასხვავებს სხვა ბროლებისგან. მეორე მომენტი არის მისი ასფერული ზედაპირი. რას ნიშნავს ასფერული ზედაპირი? ეს ბროლი არის დამუშავებული ისე სახით, მოგეხსენებათ, ხელოვნური ბროლი არის უცხოსხეული ორგანიზმისთვის, გარკვეული პერიოდი ჭირდება ადამიანს ადაპტაციისთვის და რომ მიეჩვიოს სხვანაირ ხედვას, რომელსაც იღებს ხელოვნური ბროლით. ყველაზე სწრაფი ადაპტაცია ხდება ასფერული ზედაპირის შემთხვევაში, რომელიც არ იძლევა დამატებით შუქის ანარეკლებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად საჭესთან, მანქანის, შემოხდრი მანქანის მაშუქების განათების დროს, ან რაღაცა კუთხით როცა ეცემა შუქი, არ არის დისკომფორტი. ეს მეორე ასპექტი და მესამე, მისი ასე კიდე განსხვავებელი მომენტი, ეს არის ეგრეთ წოდებული ყვითელი ფილტრი. ადამიანის ბროლი ასაკთან ერთად ნელ-ნელა ფერს იძენს და ნელ-ნელა ყვითელი ფერისკენ იხრება მისი შეფერილობა. ეს არის ბუნებრივი პროცესი და რადგანაც კატარაქტის ქირურგია ძირითადად, ასაკობრივი კატარაქტა ძირითადად ტარდება ასაკოვან პაციენტებში, მნიშვნელოვანია რომ პოსტოპერაციული პერიოდი იყოს მიახლოვებული მათ ბუნებრივ ფერების ახმასთან, რასაც ხელს უწყობს ეს ყვითელი ფილტრი და იძლევა უფრო ბუნებრივ ახმას და უფრო კომფორტული არის პაციენტისთვის პოსტოპერაციულ პერიოდში. ეს სამი მომენტი არის, რაც განასხვავებს კონკრეტულად ამ მოდელს ბროლის სხვა ბროლებისგან. მიშა, რა თქმა უნდა, ეს არის ინდივიდუალურად თქვენი კლინიკის გადაწყვეტილება, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში არის ძალიან ბევრი მომწოდებელი და სხვადასხვა კლინიკები თანამშრომლობენ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც, რა თქმა უნდა, არ ჩამოუვარდებიან თავიანთი ხარისხით, მაგრამ ეს კლინიკის არჩევანია და, რა თქმა უნდა, მივესალმები ამას. მიშა, მოდი ახლა ჩვენ მაყურებელს ვუთხრათ, როგორ შეიძლება თქვათ ეს ყველაფერი ორგანიზაცია ყველაფრის მოხდეს, სად უნდა მოგმართონ, როგორ უნდა მოხდეს პაციენტების ჩაწერა და ასე შემდეგ. საერთოდ დღემდე ჩვენს კლინიკაშიც ისევე და სხვა კლინიკებშიც დაახლოებით ესეთი სიტუაცია იყო ამ კატარაქტის ქირურგიასთან დაკავშირებით. პაციენტი, როდესაც მოდიოდა რომ საუბრობდით ქირურგიაზე, მას ჰქონდა არჩევანი რამოდენიმე ბროლს შორის. ყველა კლინიკაში თითქმის ხდებოდა იგივე, რაც ჩვენთან კლინიკაში. ერთი იყო ის ბროლი, რომელიც იყო დაფინანსებული და შედიოდა სტანდარტულ დაფინანსებაში, იყო ბროლი უფრო მაღალი ხარისხის და იყო ყველაზე მაღალი ხარისხის, რომელიც ზუსტად ეს Aggress of IQ Alconis ბროლი, რომელიც ყველა ამ თვისებას თავის თავში, ასე ვთქვათ, მოყრილი იყო ამ ბროლში. ამ შემთხვევაში პაციენტს უწევდა დამატებითი ხარჯი, რომ შეეძინა ეს ბროლი და ამ ბროლით გაეკეთებინა ოპერაცია. დღევანდელ დღეს ზუსტად ეს არის პრინციპული სხვაობა, რომ ეს ბროლი უკვე შესული არის იმ დაფინანსებაში, რასაც იღებს პაციენტი საყოველთაო დაფინანსებით და მას არ აქვს დამატებითი ხარჯი დაკავშირებული ამ ბროლის შეძენასთან დაკავშირებით. ნებისმიერ პაციენტს შეუძლია მოგმართოს კლინიკაში, თბილისში, ესე იგი ჩვენ სათავო კლინიკაში და მიიღოს მომსახურება შესაბამისად ამ ბროლით ჩაიტაროს ქირურგიული ჩარევა. პაციენტების სახელით გავაჟღერებ პოსტოპერაციული პერიოდი რამდენ ხანს გრძელდება, რამდენად დისკომფორტულია ეს პაციენტისთვის და თუ არის რაღაც სპეციალური ესეთი მეთოდები, რაც გააადვილებს და დააჩქარებს აი ამ პოსტოპერაციულ ადაპტაციის პერიოდს. პირველ რიგში თქვენ უკვე შეეხეთ ამას, რაც შეიძლება ადრეული მკურნალობა. რაც უფრო ადრე მკურნალობთ, მით უფრო მარტივად, სწრაფად და უპრობლემოდ მიდის პოსტოპერაციული პერიოდი. საერთოდ პოსტოპერაციული პერიოდი რთული დასაცავი არ არის, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა და პოსტოპერაციული მედიკამენტის ჩაწვეთება ადგილობრივად აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ რეაბილიტაცია გაიაროს თვალმა, არ საჭიროებს დამატებითი წამლების მიღებას, ან ინიექციებს. ან სამსახურში რამდენ ხანში შეუძლია გავიდეს? გააჩნია სამსახურის სახეს. თუ არ არის დაკავშირებული რაღაც მტვერთან, დაბინძურებასთან, მაღალი რისკი არ არის ინფექციური პრობლემით და ასე შემდეგ. საოფისე სამსახურში მეორე მესამე დღეს უკვე შეუძლია საკმაოდ უბრალოდ მაქონდეს საშუალება რომ ხელი დაიბანოს და სუფთა ხელით ჩაიწვეთოს წვეთი. ეს საკმაოდ ხშირია თავიდან, მე სულ უფრო იშვიათდება ეს ჩაწვეთება და აი ამ ჰიგიენის დაცვის საშუალება უნდა. აბა ნინა, შენ თუ იცი ხელოვნური ბროლის შექმნის ისტორია? შენ ერთხელ მოყევი მახსოვს. ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ბრიტანელი ფრინავები მათი თვითმფრინავი როდესაც ვარდებოდა და ზიანდებოდა ის კაბინა, რაშიც ისხდნენ, ის იყო დამზადებული პოლიმეტილმეტაკრილატით, ხო? და ძალიან ხშირად ახლა მიშა მიცის ეს ყველაფერი, ეს უცხო სხეულები უვარდებოდა, ნატეხები უვარდებოდათ თვალში.
გადიოდა პერიოდი, გადიოდა წლები და სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ აბსოლუტურად ინერტული იყო ეს უცხო სხეული. და მხოლოდ ამის შემდეგ ექიმა ჰაროლდ რიდლეიმმა მეტაკრილატით გააკეთა ჰაროლდ რიდლეიმმა პირველად გადანერგა 1945 წელს 46 წლებია გადანერგა ეს ხელოვნური ბროლი, რომელიც ადამიანის ორგანიზმმა მიიღო და შემდეგ უკვე დაიწყო მასიური წარმოება ამ ბროლის. მაგრამ მე ბოტოქსის გაკეთების ისტორია უფრო მოწონს, ისეც ოფთალმოლოგმა მიაგნო იცი, როდესაც მეუღლეს აი ეს კუნთის თამაშის გასაჩერებლად უკეთებდა და აღმოაჩინა, რომ იმ ადგილზე ნაოჭები გასწორდა. აი ეგ ისტორია უფრო იცი რა არის. ეს უფრო სასიხელო ისტორია ვიდრე კორონავირუსი, რომელიც ასევე ოფთალმოლოგმა აღმოაჩინა. მაგრამ რეაგირება არ მოახდინა არ მოახდინა რეაგირება და აი წარმოიდგინე რა შეღავათი მოგცა ქალებს და არა მარტო ქალებს, კაცებსაც. ასე რომ ძალიან საინტერესო იყო დღეს ბატონი მიშა სტუმრობა, როგორც ყოველთვის, გელით ისევ და ახლა კი ჩვენს გადაცემაში რეკლამის დროა, ხო? კიდევ ერთხელ მიშა ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ახლა კი გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ ატოპიურ დერმატიტზე. ასე რომ დარჩი ჩვენთან არ გადართოთ. და ჩვენს მაყურებელს ძალიან უყვარს ხოლმე ბატონი ზაზათელიას სტუმრობა და ასე რომ ზაზათელიასგან მოისმენთ ძალიან საინტერესო რეკომენდაციებს. იმუნიტეტი რეკლამის შემდეგ იმედის ეთერში დაბრუნდა. შეგახსენებთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის სპონსორია GM Pharma. ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და საქართველოს GMP-ს სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ Paris Saint-Germain-ის პარტნიორია. მთის და Paris Saint-Germain 4 წელი ერთად. და გადაცემის სპონსორი გახლავთ ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ოფთალმიჯის თბილისის სათაო კლინიკა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გადავიდა ამერიკული კომპანია ალკონის ბროლზე სახელწოდებით IQ. კატარაქტის ქირურგიაში ალკონის IQ აღიარებულია ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში და სანამ სტუმრებს მოვიწოთ გიორგი ვნახოთ ყველასთვის უკვე ძალიან საყვარელი ბლოგი ბლიცი ექიმთან და მოვისმინოთ ექიმის საინტერესო პასუხები ძალიან საინტერესო კითხვებზე. რომ არა პლასტიკური ქირურგი ვინ იქნებოდით? მეორე ვარიანტი არ მაქვს. ჩემ თავს მხოლოდ ესთეტიკურ ქირურგად ვხედავ და ასევე ახალგაზრდა ქირურგების მენტორად. ვინ იყო თქვენთვის პირველი მაგალითი მედიცინაში? მთელი ჩემი ოჯახი თითქმის არიან ექიმები, თუმცა პლასტიკური ქირურგია ძალიან განსხვავდება ზოგადი მედიცინისგან და ალბათ გავიხსენებ იმ მომენტს, როცა ბავშვობაში დედასთან ერთად ამერიკულ ქირურგებზე ვუყურებდი დოკუმენტალურ ფილმს და მაშინ ვიგრძენი პირველად, რომ მხოლოდ პლასტიკურ ქირურგად ვხედავ თავს. რა გამშვიდებთ ყველაზე მეტად გადატვირთული დღის ბოლოს? პირველ რიგში ჩემი გუნდი, რომელიც ჩემთვის როგორც ნამდვილი ოჯახი არის. ასევე ძალიან მიყვარს ცოტა ხნით განმარტოვება, მაგალითად ლამას ადგილას მარტო ჩემ თავთან ერთად ვახშამი. ძალიან მიყვარს ასევე ცეკვა, არგენტინული ტანგო და რა თქმა უნდა ჩემს ახლობლებთან ერთად ყოფნა და მათი მხარდაჭერა. მთავარი რჩევა სილამაზის შესანარჩუნებლად. პირველ რიგში ყოველდღიური სტრესის მართვა, ასევე ბალანსირებული კვება, აქტიური ცხოვრების წესი, მზის დამცავის ტარება, რა თქმა უნდა. ახალგაზრდობის ყველაზე დიდი მტერი არის? პირველ რიგში სტრესი, რა თქმა უნდა, სიგარეტი, ნიკოტინი, მზის დამცავი მნიშვნელოვანია და ასევე მკვეთრი წონის ცვლილება. ყველაზე ემოციური შემთხვევა თქვენს კარიერაში, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ? ჩვენი საქმიანობა ზოგადად არის ძალიან ემოციური ყოველ დღე. პირველ რიგში მინდა გავიხსენო ერთ-ერთი кейსი, როცა ჩემმა პაციენტმა ძალიან სერიოზულმა და თავშეკავებულმა ქალბატონმა, როცა დაინახა პირველად თავისი შედეგი, ჩამეხუტა და ცრემლები ვერ შეიკავა. ვერც აგიხსენებთ ამ ემოციებს. ყველაზე აბსურდული მითი, რაც პლასტიკურ ქირურგიას ეხსმენიათ. პლასტიკურ ქირურგიას ზოგადად ძალიან ბევრი მითი ახლავს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე სახალისო ის არის, როცა ამბობენ, რომ სილიკონის იმპლანტები თვითმფრინავში სკდება. რას ეტყოდით იმუნიტეტის მაყურებელს?
ჰარმონია საკუთარ თავთან არის ჯანსაღი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ავირჩევთ ესთეტიკური მედიცინების მიდგომებს თუ არა, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ საკუთარ უნიკალურ ლამაზ სხეულში კომფორტულად და ბუნებრივად ვიგრძნოთ თავი. და ბლიცის შემდეგ ნინა დადგა დრო მოვიწვიოთ ჩვენი სტუმარი, დერმატოვენეროლოგი ბატონი ზაზა თელია. და ასევე ავერსის წარმომადგენელი ქალბატონი სოფო ლათათი. მოგესალმებით. გამარჯობა ჩემო კარგო. გამარჯობა. სანამ დავიწყებთ საუბარს ატოპიურ დერმატიტზე, გთხოვთ მიირთვათ წყალი მთის, რომელიც არ შეიცავს ბრომატს. ბატონ ზაზა, ჩვენ ყოველთვის გვიხარია თქვენი სტუმრობა ნამდვილად. გადაცემაში. ბატონ ზაზა, მოდით დავიწყოთ კონკრეტული თემით. ატოპიური დერმატიტი. რა არის ეს დაავადება, რას წარმოადგენს, რა კლინიკური სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ ვლინდება? პირველ რიგში, სამწუხაროდ გვიწევს ამაზე საუბარი ტერმინოლოგია. მოგეხსენებათ, მედიცინაში ხშირად არასწორად გამოიყენება ხოლმე ტერმინები. განვითარებული საზოგადოება, მათ შორის დერმატოლოგთა ასოციაციები, თანხმდებიან უკვე მრავალი წელია, რომ ამ დიაგნოზს ჰქვია ატოპიური დერმატიტი და არა ნეიროდერმიტი. დღეისათვის თანხმდებით, რომ ამას ჰქვია ატოპიური დერმატიტი, ეს არის კანის ქრონიკული, არაგადამდები, ანთებითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს რემისიისა და რეციდივის შემთხვევები და იგი მიმდინარეობს ქრონიკულად და პირველი წამყვანი ნიშანი ამ დაავადებისა, რომელიც პრაქტიკულად პაციენტებისთვის არის ძალიან შემაწუხებელი, ეს არის აუტანელი ქავილი და განსაკუთრებით მოგეხსენებათ ატოპიური დერმატიტი უფრო ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში, პედიატრიულ ასაკში და ასეთი დაავადებით დაავადებული ბავშვები ფსიქოემოციური ფონი არის მკვეთრად გაუარესებული და არა მარტო ბავშვების მინდა გითხრათ, ასევე მშობლებისა. მათი ძილის რეჟიმი დარღვეულია, მათი ცხოვრების ხარისხი დაქვეითებულია, რადგანაც აქ არ არის მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ კანი ვიზუალურად არის დაზიანებული, აი ჩვენ ხშირად ვადარებთ ხოლმე ორ კანის ქრონიკულ დაავადებას ერთმანეთს, ხო, მოგეხსენებათ, აი ფსორიაზი ვიზუალურად უფრო შესახედაობით არის უფრო ცუდი შესახედაობის, ატოპიური დერმატიტი ნაკლებად, მაგრამ განსხვავება მათ შორის ის არის, რომ ატოპიურმა დერმატიტმა იცის აუტანელი ძლიერი ქავილი, ხოლო ფსორიაზმა ქავილი არ იცის და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აი ატოპიური დერმატიტი უფრო მძიმე დაავადებად ითვლება დღეისათვის დერმატოლოგიაში. ფაქტორები, რომელიც უფრო ამწვავებს დაავადების მიმდინარეობას, ამაზე რომ ვიმსჯელოთ. თქვათ არის თუ არა სეზონური ხასიათი? ატოპიური დერმატიტი არის ფილაგრინის გენის მუტაციის შედეგად განპირობებული გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება. მარტივად გასაგები რომ იყოს ჩვენი კანის კორნეოციტები, რომელიც არის სულ ზედაშრე კანის, მათი ერთმანეთთან ინტეგრაციის შეწებების უნარი არის დაკარგული. ამის ხარჯზე კანი კარგავს სითხეს აორთქლების ხარჯზე. და ასევე გარე ფაქტორებიდან გამაღიზიანებელი ფაქტორები აი ამ კანის ანთებით პროცესს უფრო ამწვავებს და ვიღებთ ზუსტად იმ სურათს, რა სურათზეც ჩვენ ვისაუბრეთ 2 წუთის წინ. შესაბამისად ამ შეკითხვაზე პასუხი თუ რა შეიძლება იყოს ატოპიური დერმატიტის გამამწვავებელი, ეგრეთ წოდებული ტრიგერი, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამე. მათ შორის ეს შეიძლება იყოს სუნამოები, პარფიუმერია, ეს შეიძლება იყოს თამბაქოს კვამლი, ეს შეიძლება იყოს მტვერი, ეს შეიძლება იყოს კონტაქტი. მზის სხივები კონკრეტულად აი სეზონურობასთან დაკავშირებითაც უნდა ითქვას, რომ არის კონკრეტული პაციენტები, რომლების შემთხვევაშიც მზის სხივები დადებითად მოქმედებს და არიან ზოგი პაციენტები, რომლებშიც პირიქით უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ სეზონურობის კუთხით დაახლოებით 50% პაციენტებისა ზამთარში უმწვავდებათ, ხოლო 50% პირიქით ზაფხულში. ამიტომ ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია. მათ შორის ასევე სხვადასხვა ტიპის საშუალებები, რაც შეიძლება იქნას გამოყენებული კანზე და აი მათ შორის ასევე საკვები პროდუქტების კანთან კონტაქტის შემთხვევაში. აი ატოპიური დერმატიტი საკვებ პროდუქტებთან ნაკლებად არის დაკავშირებული, ამიტომ ჩვენ ესე რუტინულად ატოპიური დერმატიტი დაავადებულ პაციენტებს
კვების შეზღუდვას არ უწესებთ, მათ შორის ბავშვებშიც არ არის ის დაკავშირებული კვებით ალერგიასთან. არსებობს კომორბიდული დაავადებები, როდესაც ატოპიური დერმატიტი აწუხებს ადამიანს, მათ მაღალი რისკი აქვთ, რომ ალერგიული დაავადებები, როგორც არის ბრონქული ასთმა, რინიტი დაემართოთ გარკვეულ პერიოდში ცხოვრებისა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ატოპიური დერმატიტი არის ალერგიული დაავადება. უბრალოდ კომორბიდულად გვხვდება ხოლმე ამ დაავადებებთან ერთად. შესაბამისად, საკვები პროდუქტების უშუალო მიღებით, როგორც წესი, დაავადება არ მწვავდება, ამიტომ რუტინული კვების შეზღუდვა არ არის პაციენტისთვის საჭირო, თუმცა შესაძლებელია მაგალითად თუ ბავშვს გამოხატული ატოპიური დერმატიტის ნიშნები აქვს სახეზე, მოხვდეს კვების დროს საკვები პროდუქტი უშუალოდ კონტაქტით კანზე და გაუღიზიანდეს. ამიტომ აღქმა ზოგ შემთხვევაში მშობლებში არასწორად ხდება. ანუ პირობითად შეჭამა ტომატი ან პომიდორის შემცველობის საკვები პროდუქტი ადამიანმა და კანზე, სახეზე დაეწყო სიწითლე, ქავილი ან გამონაყარი. და უკავშირებს გონია რომ ეს არის ალერგია ზუსტად ამაზე. არა და ალერგია კი არ არის, უბრალოდ კონტაქტი რო განხორციელდა კანზე, მაგიტო გაუღიზიანდა. ისევე როგორც მაგალითად პარფიუმის შემთხვევაში, თუ ატოპიური დერმატიტი გამოხატულია პაციენტში მაგალითად კისრის ან სახის არეში და ეს პაციენტი სუნამოს იხმარს, სუნამოს გამოყენებით შეიძლება გაუმწვავდეს ზუსტად ეს ადგილები და დაიწყოს ქავილი და გამონაყარი. ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობა. შეიძლება მკურნალობა იმდენად არა, რამდენად მოვლა. ალბათ ამ კითხვით ჩვენ ქალბატონ სოფოსთანაც გადავალთ. როგორ მოუვაროთ ატოპიურ კანს? ატოპიური დერმატიტი არის დაავადება დერმატოლოგიაში, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება კანის სწორი მოვლის რუტინის უნარჩვევების შეძენა. როგორც სხვა არც ერთ დაავადებას ისე. რადგანაც მე როგორც აღვნიშნე, მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის კანის მიერ წყლის კარგვა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მკურნალობის ქვაკუთხედი არის მკურნალობა კონკრეტული მედიკამენტებით, შეიძლება იყოს ადგილობრივი გარეგანი გამოყენების მალამოები ან სისტემური წამლები, მაგრამ 50% ასევე სწორ მართვაში ატოპიური დერმატიტისა იმისათვის, რომ აი ეს რეციდივის ეპიზოდები მინიმალურამდე დავიყვანოთ, არის ზუსტად აი ეს სწორი skin care, ანუ კანის მოვლა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ატოპიური დერმატიტის დროს სწორად შერჩევა პროდუქტების არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ატოპიური დერმატიტის გამომწვევი მიზეზი არის კანის მიერ წყლის კარგვა, შესაბამისად ლოგიკურად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისეთი პროდუქტები, რომლებსაც ერთის მხრივ აქვს წყლის მოზიდვის უნარი, ჩვენ ამას ჰუმექტანტებს ვეძახით, ჰიდრატორები იგივე, ჰიდრატაცია არის წყლის მიღება, ხო? და არის კონკრეტული ნივთიერებები, რომლებიც ითვლება ჰუმექტანტებად, ანუ თუ ჩვენ ის გამოვიყენეთ კანზე, მას აქვს უნარი, რომ წყლის მოლეკულა მიიზიდოს. და არის კიდე მეორე კატეგორია, რომელსაც ვეძახით ოკლუზიურ საშუალებებს. ოკლუზიური ნიშნავს, რომ კეტავს, ანუ ზევიდან, როდესაც მას ჩვენ გამოვიყენებთ კანზე, მას აქვს წყლის ჩაკეტვის უნარი, ანუ აორთქლებას უშლის ხელს, ასე ვთქვათ. მაგალითად, ჰუმექტანტებია ცნობილი ინგრედიენტები, როგორიც არის გლიცერინი, როგორიც არის შარდოვანა, როგორიც არის ჰიალურონის მჟავა, როგორიც არის ლაქტატის მჟავა. ერთის მხრივ ეს არის ჰუმექტანტები და კარგი იქნება თუ აი ეს ჰუმექტანტები იქნება არა მარტო დამატენიანებელ პროდუქტებში, არამედ დასაბანშიც, იმიტომ რომ ბანაობის დროს რომ ჩვენი კანი წყლით გაიჟღინთა, თუ ჩვენ გამოვიყენებთ ჰუმექტანტების შემცველ დასაბან საშუალებებს, ეს კიდე უფრო მიიზიდავს წყალს ჩვენს კანში, ანუ შეწოვის უნარი იქნება მეტი. ხოლო ოკლუზიური საშუალებების გამოყენება რეკომენდებულია ბანაობის მერე დაუყოვნებლივ. როდესაც უკვე გაჯერებულია ჩვენი კანი წყლით, შეიწოვა წყალი,
სწრაფად უნდა მოხდეს დამატენიან ოკლუზიური ნივთიერებების შემცველი დამატენიანებლების გამოყენება, რომელიც ჩაკეტავს ამ წყალს ჩვენს კანში და აორთქლებას შეუშლის ხელს. ოკლუზიური საშუალებებია ეგრეთ წოდებული პეტროლიუმი, ანუ ვაზელინი, მინერალური ზეთები, ცერამიდები, მოკლედ რომ შევაფასო და შევაჯამოთ, მოვლის ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დასაბან საშუალებას, დამატენიანებელ საშუალებას და იდეალური ვარიანტია თუ ჩვენ ატოპიური დერმატიტის დროს გამოვიყენებთ ისეთ დასაბან და დამატენიანებელ საშუალებებს, რომელიც გაჯერებულია როგორც ჰუმექტანტებით, ასევე ოკლუზიური საშუალებებით და რაც მთავარია, რაც საზოგადოებაში ძალიან უყვართ, სუნი და სურნელოვანი, არ შეიძლება თუ ჩვენ ვამბობთ, რომ საშუალებებს აქვს გარკვეული კარგი კაფიო სუნი, ეს ნიშნავს, რომ ის შეიცავს პარფიუმს და პარფიუმს აქვს პოტენციური გამაღიზიანებელი ეფექტი ჩვენს კანზე, ამიტომ პირველ რიგში უნდა ავარჩიოთ საშუალებები, რომელიც არის პარფიუმ ფრი, ანუ პარფიუმის გარეშე. ქალბატონ სოფო, ალბათ გაგრძელება არის ამ კითხვის, რას გვთავაზობს დღეს ბრენდი ნორევა ატოპიური დერმატიტის მოვლის კუთხით? ბრენდი ნორევა გამოირჩევა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანით, კონკრეტულად ატოპიურ დერმატიტისთვის განკუთვნილია ქსეროდიანეს ხაზი, რომელიც კანის დატენიანებას და ტენიანების ხანგრძლივად შენარჩუნებას უწყობს ხელს. ჩვენ როდესაც ატოპიურ დერმატიტზე ვისაუბრეთ, გარდა მაგალითად ვიზუალურად გამოხატული სიმშრალის და დისკომფორტისა, ხშირ შემთხვევაში ამ დაავადებას თან ახლავს ქავილი, რაც ცხოვრების ხარისხს აუარესებს. ქსეროდიანეს ხაზის პროდუქტები ქავილს და გაღიზიანებას ამცირებს კანზე და ბარიერის გაძლიერებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად დამატენიანებელი და დასაბანი საშუალებები შევარჩიოთ სწორად. ხშირ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი მაინც დამატენიანებელ კრემებზე აქვთ ხოლმე გადატანილი და თითქოს დასაბანს იმდენად დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. სინამდვილეში დასაბანი პროდუქტიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლის საშუალებაა, რადგან ის არ უნდა შეიცავდეს საპონს, აი მაგალითად ნორევას დასაბანი ზეთი არ შეიცავს საპონს, არ შეიცავს პარფიუმს და კანის დატენიანებას და ბარიერის გაძლიერებას უწყობს ხელს. რა არის აი ნორევას დღევანდელი ჩვენი ბრენდის უპირატესობა? ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ პროდუქტები გამოიყენება როგორც ზრდასრულებში, ასევე ჩვილებში, კანის დატენიანებას და ბარიერის გაძლიერებას უწყობს ხელს და იქ განსაკუთრებულად, რაზეც ხაზი შეგვიძლია გავუსვათ, ქავილს და გაღიზიანებას ამცირებს კანზე. პროდუქტები შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სახეზე, ასევე სხეულზე. ასევე აქვს განსხვავებული ტექსტურით კრემები, მაგალითად კრემი, რომელიც უფრო ინტენსიურია და ბალზამი, რომელიც უფრო თხელი ტექსტურით გამოირჩევა. წასმისთანავე იწოვება კანზე და ანიჭებს კომფორტის შეგრძნებას. და რა ასაკიდან შეიძლება ამ პროდუქციის გამოყენება? ჩვილობიდან შესაძლებელია ნორევას ქსეროდიანის ხაზის გამოყენება. გამოიყენება როგორც ჩვილებში, ასევე ზრდასრულებში. ზოგადად ჩვენ თუ ეხლა კონკრეტულად აი ნორევას ქსეროდიანის ხაზზე ვისაუბრებთ, თქვენ შეკითხვასაც ვცემ ამითი პასუხს, რითი არის მაგალითად უპირატესი სხვა პროდუქტებთან შედარებით. იმით არის უპირატესი, რომ მაგალითად ნორევას ქსეროდიანე შეიცავს როგორც ოკლუზიურ საშუალებებს, ნივთიერებებს, ასევე ჰუმექტანტებს, ანუ მასში გლიცერინი ჩედის, გლიცერიანი ჰუმექტანტი, ანუ ჰიდრატორია. ასევე შეიცავს აი მაგალითად შიის კარაქი, რომელიც ვახსენეთ, შიის კარაქი არის ოკლუზიური საშუალება. შესაბამისად, ერთ პროდუქტში გაერთიანებულია ორი ნივთიერება ერთად. ამიტომ თუ ჩვენ მშრალ კანზე ვსაუბრობთ, ან ატოპიურ კანზე ვსაუბრობთ, ყოველთვის პროდუქტი უნდა ჯობია. ანუ რომელი რა ქვია, დავიმახსოვრო, რომ ის ორი პროდუქტი ერთად არის გაერთიანებული? გლიცერინი, ამაში მაგალითად შედის როგორც გლიცერინი, შიის კარაქი, პეტროლიუმი შედის, ანუ ვაზელინი შედის და მინერალური ზეთები შედის. ანუ 2-3 ოკლუზიური საშუალებაა და 2-3 ჰუმექტანტია, ანუ ორივე ერთად არის შესაძლებელი და მაქსიმალურად არის გაჯერებული. შესაბამისად, ასეთი ტიპის პროდუქტების არჩევა უპირატესად არის საჭირო მშრალი და ატოპიური კანისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესეთი ტიპის პროდუქტი მაგალითად არ შეიძლება გამოვიყენო პირადად მაგალითად მე, ან თქვენ როცა ვამბობთ, რომ ჩვენ მშრალი კანი არ გვაწუხებს, იმიტომ რომ კონკრეტულად მაგალითად უპირატესად ზამთრის პერიოდში მაინც კანი სიმშრალისკენ მიდრეკილია ან იმ ადამიანებში, რომლებიც მაგალითად ზაფხულის პერიოდში
დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან მაგალითად ისეთ სეზონზე, ისეთ ადგილას, სადაც არის წყალთან ხშირი შეხება. ანუ მაგალითად აუში ხშირი ჩასვლა უწევთ ამოსვლა, შხაპის გადავლება, მერე ისევ ბანაობა, საღამოს ბანა დღეში რამდენჯერმე. ესეთი კანი იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ამ ადამიანს ნორმალური ტიპის კანი კონდეს, ბუნებრივია გამოშრება. ამიტომ ესეთი ტიპის პროდუქტის გამოყენება ჩვეულებრივი ნორმალური ტიპის კანის შემთხვევაშიც მისაღებია. თუ ჩვენ საუბრობთ, რომ ადამიანს გარკვეული ტიპის პრობლემები აწუხებს, მაგალითად გამონაყრის კუთხით, განსაკუთრებით სახის არეზე, იქ მაშინ უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ არ გამოიყენოს კონკრეტული ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება პირიქით ფორები, ასე ვთქვათ, დაახშოს, როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე. დანარჩენ შემთხვევაში თუ პრობლემა არ აქვს ადამიანს, ესეთი ტიპის პროდუქტის გამოყენება ნორმალური კანის შემთხვევაშიც აბსოლუტურად მისაღებია და რაც მთავარია უნდა გვახსოვდეს, რომ სამი პროდუქტი, ესე იგი, დასაბანი საშუალება, სწორად შერჩეული, დამატენიანებელი და არ დაგვაუწყდეს ასევე მზის დამცავი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. მაინც დააბოლობა მზის დამცავით. მზის დამცავის გამოყენება საჭიროა ყველა სეზონზე, მათ შორის ზამთარშიც და მათ შორის შიდა სივრცეშიც, როდესაც ესეთ განათებაში ვიმყოფებით, იმიტომ რომ ეს განათების სხივებიც დამერწმუნეთ ჩვენს კანს აზიანებს. დღევანდელი გადაცემაც მე მგონი შედგა. საინტერესო იყო, საჭირო იყო, მაყურებელმა ძალიან ბევრი სათავისოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინა და გაიგო და დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს უბრალოდ ერთი კვირით, ხო? შაბათს 4 საათზე კვლავ იმედის ეთერში იმუნიტეტი გელოდებათ. გვიყურეთ, მიიღეთ ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ და აიმაღლეთ იმუნიტეტი.